გუგა ზუსტად ამ წუთებში გამოაცხადა მოსამართლე ცეკვავამ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვახო სანაიას 14 დღით გაუშვებენ პატიმრობაში. მისი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, სადაც ის ლადო ბოჟაძეს ახსენებს და მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის სანაიასთან დაკავშირებით, როდესაც მასთან მიმართებით მსგავსი ტიპის კითხვის ნიშნები არსებობდა ოცნების მხრიდან. სწორედ ანალოგიური შინაარსის მქონე პოსტების გამო სანაია ამბობს, რომ მისთვის არ ქონდა არანაირი მნიშვნელობა იქნებოდა პატიმრობა თუ იქნებოდა ჯარიმა. ის არ გამოცხადებულა სასამართლო დარბაზში და არც ადვოკატი გამოუგზავნია, ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამ როგორც თავად უწოდებს ცირკში მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება, როგორც უკვე გითხარით, მოსამართლე ცეკვავამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა იყო ასეთი, რომ სანაია გაეშვა 14 დღით პატიმრობაში. ამის მთავარ მიზეზად და მოტივად კი ის დასახელდა, რომ მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ ჯარიმებს, მათ არ იხდის და ასევე დაასახელეს ისიც, რომ მის ამ ბრჭყალებში დანაშაულს აქვს განგრძობითი ხასიათი, პოსტების წერას არ წყვეტს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათი პოზიციითა და შეფასებით ყველაზე რელევანტურია. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ეგრეთ წოდებულ სასამართლოს ხდომებს გამართავენ. საერთოდ არ მაინტერესებს წერონ და იკითხონ. მე მაინტერესებს ის, რომ მე დავწერ და წავიკითხავ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია. ეს იქნება ეთერში, ეს იქნება სოციალური ქსელებით, სიტყვის თქმას ვერავინ აგვიგრძელავს. ასე რომ ამ სკრინვასკროლვის სააგენტო თუ რაც ქვია სამმართველო, შეუძლია გააგრძელოს თავისი ეს ეგრეთ წოდებული მოღვაწეობა, სასამართლომ განიხილოს სხდომებზე, შემდეგ აი ეს იქ მიტანილი სკრინები მე ურჩევდი, რომ ხმამაღლა წაიკითხონ ხოლმე, ასე უფრო საინტერესო იქნება ეს ჩემი სტატუსები, წაიკითხონ ხმამაღლა. არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, ჯარიმას დაწერს ეგრეთ წოდებული მოსამართლე, პატიმრობის გადაწყვეტილებას გამოატანინებენ და გამოაცხადებინებენ თუ როგორც იქნება. ჩემთვის ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ჩემს ესე იგი საქმიანობაში, ეს არაფერს ცვლის აბსოლუტურად. გინდ პატიმრობა იყოს და გინდ ჯარიმა. მანამდე ასევე მოსამართლე ცეკვავამ გამოაცხადა გადაწყვეტილება ბადრი შუბლაძესთან დაკავშირებით. ამჯერად შუბლაძე 2000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ამის მიზეზი არის ის, რომ ანდრია ჯაღმაიძეს მან შეურაცხყოფა მიაყენა სოციალურ ქსელში, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. სწორედ ამ შეძახილებით დატოვა მან სასამართლოს ტერიტორია და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ უსამართლო, არამედ სამარცხვინოც. ეს ახალი დეპარტამენტი რომ შეიქმნა მდინარაძისთვის, რომელიც უსამსახუროდ დარჩა და შეუქმნეს რაღაც ხროლვა იმის დეპარტამენტი, იმ დეპარტამენტმა ჩემი კომენტარი, რომელიც მიუძღვენი ჯაღმაიძეს, საპატრიარქოს პრესმდივანს და იმ ჩემს კომენტარში მას უწოდე, რომ ის არის ღორი, რომ ის არის არა ქართველი, რომ ის არ გრუზინიც კი არ არის, ის არის პირწავარდნილი რუსი. და აი ამ კომენტარის გულისთვის გამასამართლეს და მომისაჯეს 2000 ლარი ჯარიმის გადახდა. მე მგონია, რომ ჯაღმაიძესთვის მე შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მე მგონი ღორი უფრო შეურაცხყოფილია, რომ ჯაღმაიძეს გვერდით ადგას. ვახსენე, იმიტომ რომ არ შეიძლება სამოდელოების წარმოადგენელი მილიონერი იყოს და უსაშველო ქონებას ფლობდეს. ყველანი რომ შევეწინააღმდეგო აზრი არ აქვს. გადავიხდი, მაგრამ როგორ გადავიხადო ეს არ ვიცი. ერთი კვირის ვადა მომცეს და ერთ კვირაში პენსიონერმა, რომელსაც 500 ლარი მაქვს პენსია, ერთ კვირაში 2000 ლარი როგორ უნდა მოვაგროვო ეს არ ვიცი. ასე აგრძელებს ბრძოლას ქართული ოცნება სიძულვილის ენის წინააღმდეგ. ვახო სანაია ჟურნალისტი და ტელეწამყვანი 14 დღეს გაატარებს იზოლატორში დაწერილი პოსტის გამო, რომლის შინაარსიც არის დაახლოებით ასეთი. ის საზოგადოებას ირონიული ტონით მოუწოდებს, რომ შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიაყენონ. ეს გადაწყვეტილება პოსტის დაწერასთან დაკავშირებით სანაია მიიღო იმის გამო, რომ ამას წინ უძღოდა პოსტი მისი დაახლოებით იგივე პერსონაჟების სახელებისა და გვარების გამოყენებით, თუმცა ოდნავ განსხვავებული შინაარსით. მოკლედ ეს გარკვეული ტიპის სერია იყო სანაიას მხრიდან სტატუსების, ყოველ მათგანთან დაკავშირებით იყო ჯარიმა გამოყენებული, ხოლო დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჯარიმა არ არის ეფექტური მასთან მიმართებით, ამიტომ ის 14 დღეს გაატარებს საპატიმროში.